იმისთვის რომ გადაეფარა ძალიან ბევრი სისულელი, ძალიან ბევრი უბედურება, რაც ამ დღეებში ქნეს და რაც ამ დღეებში თქვეს. ოპოზიციის სრული აკრძალვა, რომელსაც აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოს თუ პარლამენტის ძალით გაქრობა ოპოზიციის მომხრეების გაქრობა და უბრალოდ გამოყვანა ნებისმიერი პოლიტიკური პროცესიდან პროტესტის ჩახშობა, საბოლოო ჩახშობა, სისხლიანი ჩახშობა, სპეცრაზმების შევარდნა აქტივისტების სახლებში, სპეცრაზმელების ძალით, სპეცრაზმელების ხელით, ავტომატებით, ჩვეულებრივი აქტივისტების დაკავება, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის და ეუთოს მოქმედი პრეზიდენტისთვის, ეუთოს მოქმედი ხელმძღვანელისთვის ჯარიმის გამოწერა თბილისში ყოფნის დროს, ვითომ განათლების რეფორმა, რომელიც პრაქტიკულად აუქმებს ბოლონიის პროცესში საქართველოს მონაწილეობას და უბრალოდ უკეტავს, უბლოკავს გზას ქართველ მოსწავლეებს და ქართველ სტუდენტებს, რომ ჩაერთო ბოლონიის პროცესში, ანუ მიიღონ ევროპული განათლება, ევროპაში მიიღონ ევროპული განათლება და უამრავი სხვა რამ. აი ამ ყველაფრის